ჩესტერი რატომ და უბრალოდ მომწონს მისი ჟღერადობა, თუ არ ვცდები ბრიტანული სახელია, 10 წელი იქნება რაც გამიწლო და არ გამიხუნდა ეს სახელი. უბრალოდ მომწონს. არ ვიცი როგორ დავინტერესდი. 4-5 წლის ვიყავი, როცა ვუსმენდი ჰიპ-ჰოპს და არ ვიცოდი რომ ჰიპ-ჰოპს ვუსმენდი. 12 წლის ვიყავი, მაგრამ იმასაც ვიტყვი რომ 10 წლის გადავწყვიტე და დამეწერა რაღაც ტექსტები და 12 წლის ვიყავი, ვწერდი ერთი მაგნიტოფონიდან მეორე მაგნიტოფონში lives. ჩემი ტოპ-10 საყვარელი MC ჯგუფებსაც შევიყვან სიაში და ნუმერაციის გარეშე Tribe Called Quest, Outkast, Farsight, KRS-One, Redman, Mos Def-ი ძალიან ბევრია, მაგრამ აი ძირითადად ესენი ერთი თავით მაღლად განან ვით ჩამოთვალე დანარჩენს. ესე გაგცემთ პასუხს, რომ 96-97 წლებში ჩაწერილი ალბომების ჟღერადობა ჩემთვის საუკეთესო. ობიექტური კრიტიკა ჯერ არ მომისმენია. მართლა არ მომისმენია. ჰიპ-ჰოპის ყველაზე დიდი მიღწევა არ არის ფული. ჰიპ-ჰოპის ყველაზე დიდი მიღწევა არის სუბკულტურად და ერთიანობად ჩამოყალიბება. და სიკეთის თესვა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. უსმენ Kendricks, უსმენ Schoolboy Q's, უსმენ Tyler the Creator. ნამდვილი MC არის ის, ვინც არ გატყუებს. ჩავწერდი Tribe Called Quest-თან ოღონდ ცოცხალი რო იყოს Pyfe, Outkast-თან და ჩვენ თუ მის სამღერს ვერ მოვიფიქრებდით Anthony Hamilton თუ როგორც არის და Pharrell-ი ძალიან მაგრად მომწონს. საინტერესო იქნებოდა აი მაგ საუნდთან. მოდი ახლა ის Seal Johnson-თან ჩავწერდი. Seal Johnson-ი მეყოლებოდა მის სამღერში. საქართველოში მე თუ მკითხავ DC არის მით უმეტეს ეხლა DC არის რა ქვია ტიპებს რო ანახოს სეირი რომელსაც არ აინტერესებს DC საერთოდ არ მიმაჩნია აკეთეთ მუსიკა და ზოგადად გაამართლა ხო ხედავთ რა მხოლოდ ყურადღება მიიპყრო ამერიკაში და ეს საქართველოში ქართველი რო ერთი ქართველი რო მეორეს დისავს აგრესია კი აი მეცინება ეს ასაცილო მე აშკარად ჩანს რომ მე რაღაც კაი რა სამომავლო გეგმები არ მაქვს. რამე რომ მაქვს არ მიხდება და ამიტომ არ მაქვს სამომავლო გეგმები. დამთავრდა და შეგიძლია შეხვიდე და ნახო, ბევრი ტრეკი დევს მან 4000 ვერაცდა და რა ნამუსით მეკითხები მაგას. ჩემი თავისთვის ვერ მომივლია. აი დავეხმარებოდი, მაგრამ უნდა დავინახო რომ ღირს დახმარებ. პირიქით სიამოვნები, აი დამენახეთ რომ აი ბაზას ჭრილში ზიხართ, დამენახეთ აი ეგეთი ვინმე და მიგიყვანთ ბაზაში მიგიყვანთ და დამენახეთ. როდის იქნება ალბომი? კაი რა პროვოკატორი ხარ ვიღაცა ხარ შემდეგ. ბათუმში ჩემ რაქვე PM მენეჯერს გავესაუბრები და სავარაუდოდ ბათუმში დამიძახეთ მიდით შეიტანეთ მერიაში ხო აქვთ ბათუმს მერია ხო ეკნება ბათუმს ძალიან მიყვარს ხოთა შორის და თუ არა და ჩამოვალ დასასვენებლად და შეგხვდები და რამე ერთად რამე გავაჭავს ბერა მართლა ბერა იქნებ გამომადგეს რა არა მართლა ბერა არ ჯობია ეხა ლექსენი ეგ იცი ეგ საიდან არის ეგ კითხვა იცი ლექსენი ბერა უბრალოდ ჩემ ტრეკიდან არის ხო ჯიგარი ხარ ბათუმელს რო გავეცი აი ეგ ჩავსვით ქუთაისზე მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთს როდამაბა ვერ მოусმენ არის 9 კაცი რომელმაც თავის თავ იპოვა და იპოვა ის როგორ უნდა აკეთებდნენ ამიტომ ვაფასებ ამას და ახლა ამ 9 კაცს თქვენ თვითონ ხვდებით ვინებიც არიან თქვენ თვალწინ ტრიალები
მანჩესტერის ფანი არ ვარ. მაგრამ არ ვიცი რამდენად შეგივსებს დანაკლის თუ რაღაცას, მაგრამ ინგლისური ფეხბურთის ფანი ვარ, კერძოდ ლივერპულის. ორივე ნიცა. ვერ იტყვი ეგრე. ერთი პერიოდი ისეთი ვიყავ მეც რომ აუ რა თუფაკი ბიგი, მაგრამ თუფაკი ძალიან მაგარია, ეგრე ვერ იტყვი. ორივე ძალიან მაგარია. ბაზა ეძებს ფარტს, რომელშიც გახსნის ახალ სტუდიას და თუ იცით ასეთი ფარტი, ნორმალურ ფასად შეგვეხმიანეთ. აი ამიტომ არ აქტიურობს ბაზა. განახლებული შემადგენლობით. ეგ დრო უკვე დამთავრდა და მივხვდი რომ ჯანმრთელობაზე მაგარი кайფი არაფერი არ არის. ნუ ეხლა ლუდი ძალიან მიყვარს. არა. ფულა ძალიან მიყვარს და ერთმანეთში ხუმრობთ და ზოგი მართლა ვერ ხდება და აი სასწაულია. აი ეგ დამათრევინა ხა. რაც მე ნაწოლები მაქვს ჩემ სტილზე, რომელ რეპერს ბაძავ რა გითხვა და კიდე ის მაღიზიანებს რომ ეს ბიტი როგორ გავჩითო. აი კიდე იქ რო არიან რომ როგონიათ რომ მოპარულია და როგორ ჰიპ-ჰოპის გარდა დღეს უკვე ისეა რომ ჰიპ-ჰოპზე მეტს უსმენ სხვა ჟანრს, ფანკს უსმენ, ჯაზს უსმენ, ბლუზს უსმენ. აი იმიტომ კი არა სემპლინგის გამოც მიწევს ძალიან ბევრი იდიოტობის მოსმენა, მაგრამ აი ეს ჯაზი, ბლუზი, ფანკი ეს არის აი ძალიან მაგარი. კონკრეტულად რამოდენია? მადი ვოთერსი არის. მადი ვოთერს. რიკ ჯეიმსი, სილ ჯონსონი, ჯეიმს ბრაუნი, ბადი გაი, რატომ არა? ისააკ ჰეის. ჟიურიში ვინ უნდა დაждდეს ან თუ ვინც ჟიურიშია დასაჯდომი, იქ ვინ უნდა იდგეს სცენაზე. წინ გვაქვს ყველაფერი მეგობრები.